ერთი კითხვა უნდა დავსვა თქვენის ნებართვით. როგორ ფიქრობთ, სად არის, სად იმყოფება? აი მიმდინარე წლის 3 იანვარს ბიზინა ივანიშვილი, ოლიგარქი ბიზინა ივანიშვილი. ჩემი წყარო მეუბნება, რომ ის იმყოფება აბასთუმანში. უკვე კარგა ხანია დაახლოებით ოქტომბრის თვიდან. აბასთუმნის საკუთარი სახლიდან არ გამოდის. ჭორვილაშიც კი არ არის ხოლმე. თბილისში არ დაბრუნებულა აი ამ 3-4 თვის განმავლობაში. შეკვეთილში ყოფნა მას უყვარს ზაფხულობით. აი აბასთუმანში სადაც ბარდნის ახლა დიდი თოვლია, იქითკენ კი მიუწევს, აბასთუმნისაკენ კი მიუწევს გული, კარგადაც საუკეთესო და აქვს მოწყობილი, ამბობენ რომ ბევრად უკეთ ვიდრე ჭორვილის სასახლე და თბილისის ეს სოლოლაკის ქედზე შეფენილი სასახლე თუ ბიზნეს ცენტრი თუ სახლიო, ამასაც ამბობენ, ცხადია, არა ვარ ნამყოფი, მაგრამ ვინც ნამყოფია მათგან ვიცი. მოკლედ, ბიზინა ივანიშვილი, მაღალი ალბათობით, მოდით ვუნებავთ ასე ვთქვათ, იმყოფება სწორედაც რომ აბასთუმანში გამოჰყოფს ხოლმე ხელს, ფეხს თუ ცხვირს, ასე რომ ამბობენ ხოლმე გარეთ და აკვირდება რამდენად ძალიან ლამაზია აბასთუმანი, ისევე როგორც ბევრი კუთხე თუ ყველა არა საქართველოსი გამოჰყოფს ხოლმე ფეხს, ხელს თუ ცხვირს გარეთ, აკვირდება როგორ ბარდნის, რამდენად კარგი თოვლია, მაგრამ მალევე ბრუნდება, სითბო ეყარება ბიზინა ივანიშვილი ოლიგარქს. ბიზინა ივანიშვილი ახლა წესითა და რიგით ნერვიულობს, ღელავს. ხო, თითქოს შორს არის ძალიან ვენესუელა, მაგრამ ის რაც დაიწყო ვენესუელაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბიზინა ივანიშვილს თუ დაფიქრდება, ისიც და ალბათ მაინც დაფიქრდება, უნდა მიანიშნებდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაჩერებას არ აპირებს და აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესების გატარებას ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა თეთრსახს, ვაშინგტონს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ზოგადად ექნება. ვენესუელა ამ თვალსაზრისით იოლად მოსანადირებელი ქვეყანაა, იმიტომ რომ მისი დახმარება მის პარტნიორებს, მადუროს პარტნიორებს გაუძნელდებათ თუ ეს შესაძლებელი საერთოდ იქნება. აქედან გამომდინარე შორს მყოფი, რუსეთისაგან და ჩინეთისაგან შორს მყოფი ქვეყნის დამარცხება ვაშინგტონს არ გაუჭირდება, კი ამიტომაც სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო პრინციპში, სწრაფი და ობიექტური საფუძვლებით გადაწყვეტილება, ობიექტურსაბურთლებზე დამყნობილი გადაწყვეტილება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა, რომელიც ვეღარ იტყვის მომავალში, რომ ომის პრეზიდენტი არ არის, მანამდე ის ამაყობდა, როცა 45 პრეზიდენტი იყო, რომ ჩემს დროს ომი არ დაწყებულაო, მაგრამ ახლა იმდენი ომი დაიწყო, უშუალოდ მან დაიწყო ან განაგრძო მან და კიდევ რამდენ ომში ჩაერთვება შეერთებული შტატები ღმერთმა უწყის ომში ან ოპერაციაში თუ გნებავთ ასე ვიტყვი, რომ ასეთი დასაქადნებელი დონალდ ტრამპს არ ექნება. კარგია მეთქი ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით, იმიტომ რომ ყველა ბოროტება, პატარა თუ შედარებით დიდი, უნდა აღმოიფხრას, არ ვიცი რამდენად ტრამპის პირობებში და პერიოდში, მაგრამ გასაკვირველია უნდა დასრულდეს და სადაც ხელი მისწვდება, სადამდეც ხელი მისწვდება, ტრამპი როგორც ჩანს ამის გაკეთებას არ უარობს და აპირებს მეთქი გეტყვით ასე. მაგრამ დაუბრუნდეთ ბიზინა ივანიშვილს, ბიზინა ივანიშვილი ნერვიულობს და კი, რა საკვირველია შორს არის ვენესუელა, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერთან ერთად იხსენებს ტრამპის განცხადებას, მას მოახსენეს ამის თაობაზე, უთუოდ რომ ირანის ხელისუფლების, აიათოლების ხელისუფლების მიმართაც ტრამპმა შეიძლება გამოიყენოს იარაღი და კერძოდ დაბომბოს თეირანი და ის სამხედრო ობიექტები ირანისა, რომლებსაც ეყრდნობა აიათოლების რეჟიმი, ბიზინა ივანიშვილი უფრო და უფრო აღელვებულია თუ ვენესუელას შორს არის, ასე უნდა ვთქვა, ირანი ყურის ძირშია. ახლა რასაც გიამბობთ, ეს კი ერთგვარი მოდელირება, უბრალოდ სულაც არ არის, არ ვიცი ამის თაობაზე, მაგრამ სულაც არ არის გამორიცხული, რომ ასეც ხდებოდეს. ბიზინა ივანიშვილი ცხადია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაღალი ალბათობით, ესაუბრება საკუთარ რუს ნაჩალნიკებს, კურატორებს, FSB-შნიკებს, KGB-შნიკებს და ასე შემდეგ და ისინი, რუსულად გეტყვით თქვენის ნებართვით, ეუბნებიან, პასუხობენ დაახლოებით შემდეგს ნივალნუისა ბიზინა გრიგორიჩ, ნუ ღელაო ბიზინა გრიგორის ძევ, ყველაფერი საქართველოსთან მიმართებაში იქნება
ნორმალურად ისე როგორც ჩვენ ერთობლივად გადავწყვეტთ, ვიტყვით და ასე შემდეგ, საღელვი, სანერვიულო არც არაფერი გაქვსო, მაგრამ ეჭვიანი კაცია ბიძინა ივანიშვილი და მარტო ეკატერინე ხვედელიძე ივანიშვილისა მისი მეუღლე, ან ეკატერინე ხვედელიძეს და შვილებს ენდობა და სხვას არც არავის და ბუნებრივია ის ცდილობს, რომ საკუთარი მოსაზრებები ინფორმაციები, ფაქტები და ინფორმაციები გადაამოწმოს და აგრეთვე სხვა გვარი ანალიზიც მოისმინოს. ხომ არ გადამაგდებენ რუსები, ამას სულ უფრო ხშირად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ შესანიშნავად ხვდება, იცის და ხვდება, რომ ყველაფერი მან რუსებს ვერც შეუსრულა, მიუხედავად იმისა, რომ პირობები უთუოდ გასცა გასულ წლებში, მაგალითად 2024 წლის 26 ოქტომბერს მას უნდა მოეპოვებინა პარლამენტში ქართული ოცნებისათვის აბსოლუტური საკონსტიტუციო უმრავლესობა 114-115 დეპუტატი უნდა გაეყვანა და 90-იც კი ვერ გაიყვანა და ამ თვალსაზრისით რუსები შეიძლება შემომწყრალნიც კი არიან მასზე. მოკლედ ბიძინა ივანიშვილი კი ენდობა ერთის მხრივ, კი მშვიდდება, როდესაც მოსკოვი ეუბნება, რომ სანერვიულო საღელვი არაფერი არ არის არც ვენესუელის და არც ირანის კონტექსტში მისთვის უშუალოდ, მაგრამ ამ ანალიზს ერთგვარად ამოწმებს ან სხვა ანალიზს ისმენს ეკასგან, შვილებისაგან. ეხლა რომელი მათგანია ეხლა არც ეკა ვინ გავიხსენოთ ახლა გოლდა და არც შვილები არიან ბისმარკები და ოტო ფონ ბისმარკები და აქედან გამომდინარე სხვებსაც უთუოდ ელაპარაკება და ვინ შეიძლება იყოს ბოლო ინფორმაციების გადავამოწმოთ თქვენის ნებართვით, ვის შეიძლება იყოს ის პირი, ვისაც დაელაპარაკება, ვისაც ელაპარაკება ქართველებიდან, ვინ შეიძლება იყოს, ვისაც ელაპარაკება ბიძინა ივანიშვილი და ვისაც უხმობს აბას თუმანში, აი იქ სადაც ბარდნის და ეუბნება, რომ მოდით დამელაპარაკეთ, თქვენი ანალიზი გამიზიარეთ, რა ხდება ვენესუელაში, რატომ გადაწყვიტა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამ ოპერაციის ჩატარება მაინც და მაინც, ეს ჩვენს შეგვეხება თუ არა, მოაძლიერებს თუ არა ეს ამერიკას, რუსეთი დაეხმარება თუ არა ვენესუელას. ეს ყველაფერი ამ ყველაფერზე მესაუბრებიან მე რასაკვირველია ჩემს გარშემო მყოფი რუსები, ფსბ-შნიკები, ან მესაუბრებიან ონლაინ ცალკეული რუსი ინსტრუქტორები და კურატორები, მაგრამ თქვენი ანალიზის მოსმენაც კი იქნება ჩემთვის ფრიად სასარგებლო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც დაუჯერებს ბიძინა ივანიშვილი ქართველ კონსულტანტებს, მაგრამ გამორიცხული არ არის კი არა, მაგრამ დაფიქრდება კია ამა თუ იმ პირის კონსულტაციაზე და აზრებზე და შესაძლოა ერთ-ორს, უпроსტად ერთს მაინც, ასე უნდა ვთქვა, ზაზა შათირიშვილს სთხოვოს კიდეც რაღაც მორიგი ეპისტოლეს გამოცხობა და მისეული ანალიზის გაცნობა, ანუ შათირიშვილისეული ანალიზის გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის თუ მოეწონება, რასაკვირველია ის, რასაც ეტყვის ზაზა შათირიშვილი, რა შეთქმულების თეორიასაც განავითარებს. აქედან გამომდინარე, ხო გვანებივრებს ხოლმე ხსენებული ფილოსოფოსი შათირიშვილი საკუთარი შეთქმულებითი თეორიებით და თეთქმულებითი თეორიების ტირაჟირებას კი ახდენს ქართული ოცნების პროპაგანდისტური მედია და არ გამორიცხოთ, რომ უახლოეს რა ვიცი ერთ კვირაში, ორ კვირაში შათირიშვილმა მორიგი ეპისტოლე გამოაცხოს. ახლა დავსვამ კითხვას თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს სტუმარი? აი ახლა სამ რიცხვში პახმელიაზე მყოფია შათირიშვილის და არა მხოლოდ პახმელი ნაბახუსევზე არიან. ვინ შეიძლება იყოს მათი, კი არა ბიძინა ივანიშვილის სტუმარი და მე მინდა გითხრათ, რომ მე ჩემეულად განსასხვრე, ხო? საბოლოო ჯამში არ ვიცი მეთქი აქ იგითხარით, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ზაზა შათირიშვილთან ერთად იყოს საბასკომლის სტუმარი. მაგალითად, ეხა ბევრი ელოდება, რომ ვასიკო მაღლაფერიძეს დავასახელებ, მაგრამ ვასიკო მაღლაფერიძის გარდა იქ აუცილებლად იქნება მაგალითად გიორგი გვიმრაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მე მგონი უკვე ყოფილი ხელმძღვანელი საზოგადოებრივი პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტისა. მაგალითად ვაკა გორგილაძე, რომელიც ერთ-ერთ არხზე თუ არ ვწდები რადიო იმედზე რაღაც მორიგი პროპაგანდისტური ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაც შეთქმულებით გიჟური აზრების ტირაჟირების გადაცემა მიხავს მას. ასევე შეიძლება იყოს ირაკლი რუხაძე,
რომელიც ალბათ ყველაზე თამამი იქნება, არ გრამეს ვიტყვი ახლა მასზე, ხო, აი ამ ხსენებულ სტუმართა შორის, რომელმაც შეიძლება უფრო ობიექტური, ან უფრო ობიექტურობასთან მიახლოებული და აბსოლუტურად თამამი, შედარებით თამამი ანალიზი გააკეთოს, ისეთი როგორც ბიზნეს ჩვენში დარჩეს და არ მოეწოდება ვასიკო და ზაზა და ვაკა და სხვები შალვარაბიშვილი, სხვები და სხვები, თუ შალვარაბიშვილი არ ამგონია რომ იქ იყოს, მაგრამ მაინც ვერც უბედავენ ბიზინა ივანიშვილს რამეს, აი ირაკლი რუხაძე, როგორც თვითქმარი კაცი, შეიძლება უფრო თამამია, უფრო ხმამაღალია, უფრო განსხვავებულ ანალიზს უკეთებს იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ხსენებული რუსები ვერ ეტყვიან ბიზინა ივანიშვილს, რომ ის რაც გარკვეული ალბათობით შეერთებული შტატები აპირებს ირანთან მიმართებაში, ეს საფრთხე იქნება საქართველოსთვის პირიქით. დაამშვიდებენ, დააწყნარებენ, ეტყვიან, რომ ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეერთებული შტატები ვერ წავა და არსებითი მექანიზმები შეერთებულ შტატებს არ აქვს ბიზინა ივანიშვილის ან საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ან ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ თუ მიმართ და ეტყვიან, რომ სულ მუდამ დამშვიდებული უნდა იყოს ბიზინა ივანიშვილი, იმიტომ რომ მართლაც ასეა, განა უარყოფ ახლა მე ამას, მართლაც ვერ აფრინდებიან და არ აფრინდება ამერიკის შეერთებული შტატების ავიაცია და არ დაბომბავს ბიზინა ივანიშვილის იმ ხსენებულ რეზიდენციას აბასთუმანში ან სხვა რეზიდენციას ჭორბილაში, თბილისში, ან ამიშალობ აქ სახელმწიფო ობიექტებს მით უფრო მეთქი ახლა ესე უნდა მეთქვა, მოკლედ მით უფრო ალბათ არასწორი სიტყვა, არც სამხედრო კი არა სახელმწიფო ობიექტებს და არც ბიზინა ივანიშვილის კერძო ქონებას არ გადადგამს ამგვარ ნაბიჯს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ვეძვირფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ ირანი არ ეძვირფასება, მაგრამ ბიზინა ივანიშვილის სასახელოდ ჭყალებში ასაკვირველია უნდა ითქვას, რომ ბიზინა ივანიშვილსა და აიათოლების რეჟიმს შორის ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ტოლობის ნიშანი არ არის, მაგრამ აი აქ კიდევ ერთი ამბავიზე უნდა გავამახვილო ყურადღება, კიდევ ერთ ფაქტზე და ამბავზე, ბიზინა ივანიშვილი იცით თქვენ რომ კი ის არ არის აიათოლების რეჟიმის მსგავსი, ტოლობის ნიშანი არ არის აიათოლების რეჟიმსა და ბიზინა ივანიშვილს შორის, მაგრამ ბიზინა ივანიშვილს პრინციპში მაინც მიეკერა, ასე უნდა ვთქვათ, აეტყება, თუ გდებავთ ასე ვიტყვი და არ მინდა ვთქვა, რომ დაბრალდა მეთქი, შეგნებულად არ ვიხმარ ამ სიტყვას თქვენის ნებართვით, ის რაც თურმე მას მაღალი ალბათობით ჩაუდენია გასულ წელს კი არა 2 წლის წინ ნოემბერ-დეკემბერში და კვლავ ისმის კითხვა, რომელიც ისმის უკვე ვაშინგტონიდანაც და კიდევ უფრო ხმამაღლა გაისმება ვაშინგტონიდან, რა გააკეთა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ 28-29 ნოემბერს და პირველ 2-3 დეკემბერს 2024 წლისა, რატომ არაფერს ამბობს ხსენებულ 6 დღეზე საქართველოს ხელისუფლება. ბიზინა ივანიშვილი ცხადია საკუთარ პაჟებს შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ ზოგადად მთავრობაში ეუბნება, რომ მიჩქმალონ ფაქტები, გადამალონ ფაქტები, გაანადგურონ ფაქტები და ასე შემდეგ, მაგრამ ამგვარი ქმედებები ვერ იხსნის ბიზინა ივანიშვილს, თუ ეჭვს აიღებენ იმის თაობაზე, რომ ფაქტები გადამალულია, ფაქტები განადგურებულია, ეს დაადასტურებს მეორე ეჭვს კი არა პრაქტიკულად დაადასტურებს იმ ამბავს, რომ ბიზინა ივანიშვილის რეჟიმმა და სწორედ ბიზინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით გამოიყენა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და კი მე ახლაც ვამბობ, რომ ბიზინა ივანიშვილსა და აიათოლების რეჟიმს შორის ტოლობის ნიშანი არ არის, ისინი პრაქტიკულად ქუჩაში ხრეტენ მოქალაქეებს, მაგრამ მეორე მხრივ თუ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე უფრო სერიოზული, ან უფრო ინტენსიურად სერიოზული ეჭვი აიღო მსოფლიო და პირველ ყოვლისა შეერთებულ შტატებმა, არ ვამბობ იმას, რომ ბიორის პირითი აფრინდება, მაგრამ იმას კი ვამბობ, რომ ბიზინა ივანიშვილს სანერვიულო რასაკვირველია მოემატება. ეხლა დავუბრუნდეთ საკითხს, რომ ბარდნის იმ აბასთუმანში, რომ თოვს იმ აბასთუმანში ეს პირები თუ სხვა პირები რომ მონაწილეობენ, სავარაუდოდ მონაწილეობენ იმ შეხვედრაზე ახმელიაზე კი არიან, მაგრამ მაინც ხო ესწრებიან იმ შეხვედრას, რომელსაც ბიზინა ივანიშვილი მართავს და ხრეთს ადამიანებს ვერბალურ დახვრეტას გულისხმობ და ეუბნება, რომ მითხარი შენი ანალიზი, აბა გამაცანი შენი მოსაზრება და ასე შემდეგ და ვერც ერთი მათგანი სიტყვის შემბრუნებელიც ან ობიექტური ანალიზის გამკეთებელიც ვერ არის, იმიტომ რომ ისინი ხო საბოლოო ჯამში ყმები არიან და თვალებში შესწიცინებენ ბიზინა გრიგოლიძე ივანიშვილს. ბიზინა ივანიშვილი ამ შეხვედრებზე და ამ შეხვედრების გამო და ამ ფაქტების გამო პირველ ყოვლისა მაინც ღელავს და გაბრაზდება
ეხება მათზეც კი კობახიძეზეც, რომელიც შესაძლოა ამგვარ შეხვედრებს ესწრება, ბრაზდება იმის გამოც, რომ არც ერთი მათგანი არ არის თამამი, რასაც ითხოვს პრინციპში ბიზნა ივანიშვილი, ოღონდ ითხოვს და საშიშია ბიზნა ივანიშვილთან ათამამება მაინც, იმიტომ რომ ამან შეიძლება ეს დაკომპლექსებული კაცი ფრიად გაანაწყენოს და ფრიად განაწყოს ამ თამამი აზრების წარმოთქმელის წინააღმდეგ, ავტორის წინააღმდეგ და იეჭვიანოს კი არა გაჯავრდეს, რომ რამდენს ბედავს ესა თუ ის პირიო შეიძლება თქვას ბიზნა ივანიშვილმა, ამიტომაც სხვათა შორის, ამიტომაც არიან ხმადაბალნი ის პირები, რომელსაც თეორიულად მაინც ხმამაღლა და სწორი ან მეტნაკლებად სწორი ანალიზის გაკეთება შეუძლია. არადა ბიზნა ივანიშვილი გრძნობს, სურგის ტვინით გრძნობს, რომ რაღაცა ხდება და იმასაც გრძნობს, რომ რამდენადაც დავანებოთ თავი ერთს, რომ ის ქართულგვარიანი რუსი, რასაც ვამტკიცებდი და მომავალშიც დავამტკიცებ, ანუ ვიტყვი ხმამაღლა განვაცხადებ ამას და არა მხოლოდ მე, არამედ სხვების, ამ თეორიასაც დავანებოთ თავი, ჩავთვალოთ, რომ ის არის მისეული გაგებით საქართველოს პატრიოტი, მაგრამ საქართველოს ამ ვითომ პატრიოტმა, კაცმა მისეული გაგებით პატრიოტმა, ისე დაასუსტა ქვეყანა, რომ მისი ამ ქვეყნის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და მას ამ ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას არ აქვს რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა და უნარი. აი საქართველოს რო იყოს ბევრად ძლიერი, როგორიც უნდა ყოფილიყო ისეთი რომ იყოს, რუსეთის მაგალითად მოთხოვნა მაგალითად იმის თაობაზე, რომ საჰაერო სივრცე დამითმეთ, იმიტომ რომ ირანს უნდა დავეხმარო ჩემი რაღაც სამხედრო თვითმფრინავებით, ხო? საქართველოს ძლიერი ხელისუფლება რუსეთს ამ საჰაერო სივრცეს რასაკვირველია წაიკითხავდა სურათს. ამასთან და არ მისცემდა რუსეთს საჰაერო სივრცეს. ამასთან ბიზნა ივანიშვილის გარშემო ცხადია ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ მაინც არიან ნეუჩები, უვიცები, დებილები მეთქი ასე ვიტყვი, რომლებიც ვერ ხედავენ, ვერ ჭრეტენ, არ იციან უბრალოდ. მამუკა მდინარაძემ შეუძლებელია იცოდეს და განსაზღვროს და განჭვრიტოს რა პოლიტიკას აწარმოებს ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატები მამუკა მდინარაძემ, რომელსაც მე მგონი დღესაც კი მიხეილ სააკაშვილი არაა საპატიმროში, არამედ სადღაც უკრაინის რომელიღაც კურორტზე ტრუსკავეცი ერქვა, ხო? ტრუსკავეცში ჰგონია მეთქი, ანუ არაფერი არ იციან და ეს ბიზნა ივანიშვილს ალბათ ააბრაზებს კიდეც, იმიტომ რომ მას სჭირდებოდა, და ახლაც სჭირდება ერთგული ადამიანები, ანუ გოშიები, ასე გეტყვით, მაგრამ გოშიებმა რაღაცა ყეფა უნდა იცოდნენ, გოშიებმა თუნდაც ყეფა უნდა იცოდნენ და ამ ადამიანებმა მთავრობაში მოხვედრილება, პარლამენტში მოხვედრილება თუ ასე შემდეგ, ხო ყეფა კი არა, აი ხმის ამოღებაც კი არ იციან, წაყეფებაც კი არ იციან, წაყეფება არა ბიზნა ივანიშვილის მისამართით თუ გასაგონად, არამედ ზოგადად, ანუ ხმა არა აქვს, საერთოდ ბუტაფორიები არიან, სათამაშო თოჯინები არიან. ასეთებად შექმნა ბიზნა ივანიშვილმა, ბევრი თქვენგანი იტყვის და მართალი ბრძანებაც არის, ასეთებად შექმნა, ჩამოაყალიბა და ასე შემდეგ, მაგრამ ის რაც გააკეთა ბიზნა ივანიშვილმა ბუმერანგივით შევარდნაძის უყვარდა ხოლმე, ხო? თუ არ ვწდები, კი არა არ ვწდებით თქვა, ბუმერანგივით უბრუნდება მას არაკომპეტენტურობა, არსებული რეჟიმის de jure de facto წარმომადგენლებისა და აგრეთვე ვითომ ექსპერტებისა, რომლებიც მანვე გააზულუქა, გოგა ხაინდრავები ასე ვიტყვი და ასე შემდეგ და რომლებიც ამ კრიტიკულ ვითარებაში ბიზნა ივანიშვილს ვერაფერს ვერ უბედავენ. სულ რომ ქართულგვარიანი რუსი არ იყოს ბიზნა ივანიშვილი და იყოს საქართველოს პატრიოტი მისეული გაგებით, ესეც კი ღუპავს, მას იქნება უფრო მეტადაც კი ღუპავს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რუსეთი მის ზურგს უკან თურმე არ არის და არც არავითარ შემთხვევაში არ იქნება და დიდი ამბები იქნება 2026 წელს ბევრი კვანძი გაიხსნება და მე ვვარაუდობ, რომ გაიხსნება კვანძი ბიზნა ივანიშვილთან მიმართებით თუ დაკავშირებითაც. ნახვამდის.